რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი გამოცდების ეროვნული ცენტრი. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. გახდი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. მიიღე თანამედროვე ევროპული განათლება დასაქმდი წარმატებით. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თქვენთვის სტუდიაში თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 292 11 88 ან 292 11 99 დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები პირდაპირ ეთერში. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. დასაქმდი წარმატებით. საინფორმაციო მხარდამჭერი გამოცდების ეროვნული ცენტრი. დღეს ჩვენი საუბარი ისევ აბიტურიენტის არჩევანს შეეხება. საუბარი გვექნება იმაზე, თუ რითი უნდა იხელმძღვანელოს აბიტურიენტმა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება არჩევანის გაკეთების დროს და რა შეთავაზებები აქვს თავად უმაღლეს სასწავლებლებს. შეგახსენებთ, რომ წინა გადაცემის სტუმარი კონსერვატორიის რექტორი იყო. დღეს კი ჩვენი სტუმრები არიან აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი ირინა დარჩია და ამავე სასწავლებლის პროფესორი ავთანდილ გაგნიძე. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. დიდი მადლობა ქალბატონო ირინა. თუ გავაკეთებთ ანალიზს, როგორია თანაფარდობა ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ნიშნებსა და რეალურად იმ ცოდნას შორის, რასაც სტუდენტები ავლენენ შემდგომში სწავლის პროცესში? მინდა გითხრათ, რომ მთლიანობაში ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი სტუდენტებით, მათი საერთო მომზადებით, მათი მოტივაციით, ისინი არიან ძალიან მონდომებულები. არის ზოგი ბეჯითია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ესეთ გარემოს ვუქმნით უნივერსიტეტში, რომ სიზარმაცე არ დაუშვა და მაქსიმალურად ავამაღლოთ მათი მოტივაცია, ხელი შეუწყოთ, რომ მიიღონ განათლება და თუ სადმე დავინახეთ, რომ არის პრობლემა, ყველანაირად ვეხმარებით, რომ მათ, ასე ვთქვათ, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ. პრინციპში სტუდენტური ცხოვრება ეს არის მათი ცხოვრების ახალი ეტაპი და ყველაზე მეტად რა სიზნელეების გადალახვა უჭირთ პირველ კურსელებს, თუნდაც ეს არის ცხოვრების ახალი სტილი, დღის რეჟიმი, იგივე ვთქვათ ლექციებზე დასწრება, ყველაზე ისეთი სიზნელე, რისი გადალახვაც მართლაც უჭირთ პირველ კურსელებს. ბატონ ავთოს უფრო მეტი შეხება აქვს უშუალო სტუდენტებთან და იქნებ ბატონ ავთოს ეთქვა. მოგესალმებით. რა შეიძლება ითქვას ყველაზე რთული რაც არის? იცით რა არის ჩვენს უნივერსიტეტში სწავლების პროცესი ცოტა შეიძლება ოდნავ განსხვავებულად არის აგებული. ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას პრაქტიკულ, ანუ პრაქტიკასთან დაახლოებას გვაქვს გადატანილი და აქედან გამომდინარე ცოტა განსხვავებული სტილში არის ჩვენთან მეცადინეობები, მაგრამ აი სწორედ ეს მაგათ არ უჭირთ. იმიტომ რომ პრაქტიკაზე ორიენტირებული სტილში მეცადინეობა ბატონო ავთანდილ რომ დაგვიკონკრეტოთ რა იგულისხმება. მესმის რომ პრაქტიკაზე არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული, მაგრამ თქვათ ერთი ჩვეულებრივი დღე. ერთი ჩვეულებრივი ახლა მე ბიზნესის მიმართულებაზე მოგახსენებთ, ახლა მოგახსენებთ მარტო პირველი კურსი ყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვახერხებთ იმას, რომ მაგალითად ნებისმიერი თქვათ მეცადინეობა, რომელიც არის რაღაც თქვათ ბიზნესის მაპროფილებელ საგანში, ჩატარდეს ასეთნაირად თქვათ გაყოფილია მეცადინეობა ისე რომ თქვათ პირველ ნაწილზე არის ძირითადად ახსნა, განმარტებები, ისე იგი თქვათ გარჩევები ყველაფერი, მაგრამ მეორე ნაწილი რომელიც სხვა დღეს არის, ეს უკვე ძირითადად დისკუსიებზე გადადის, სტუდენტებს აქვთ საშუალება თავისი მოსაზრებები გამოთქვან, იქ რაღაც თამაშებიც საქმიანი თამაშებიც არის ჩართული, აქედან გამომდინარე უფრო სახალისო ხდება მათთვის და უფრო სასარგებლო არის. ეხლა როდესაც ვთქვათ ჩვენ გადავალთ უკვე ვთქვათ მეორე მესამე კურსზე, ეს გაცილებით უფრო საინტერესო გახდება, იმიტომ რომ მაშინ გვექნება საშუალება უშუალოდ პრაქტიკულ ამოცანებზე და უშუალოდ პრაქტიკაზე მიმართულ პრობლემებზე ვისაუბროთ და სტუდენტებს მივცეთ საშუალება, რომ თავისი აზრი გამოთქვან, თავისი მოსაზრებები დაიცვან და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს არის ძირითადი აქცენტი, რომელსაც ჩვენ გვინდა რომ დავამკვიდროთ, ჯერჯერობით კარგად ვახერხებთ და მომავალში იმედია კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ. ბატონო ავთანდილ, მე რო აბიტურიენტი ვიყო. რატომ უნდა ავირჩიო თქვენი უნივერსიტეტი? არა, თქვენ შეიძლება არ არჩიოთ ჩვენი უნივერსიტეტი, მაგრამ უბრალოდ ერთადერთი აი რას მირჩევთ თქვათ?
მე გიჩვენოთ რომ აირჩიოთ. მე დავაკონკრეტებ რატომ თუ შეიძლება დავაკონკრეტებ რატომ უნდა აირჩიოთ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მართლა ძალიან ხარისხიანი განათლება, ძალიან თანამედროვე განათლება ხელმისაწვდომ ფასად. ანუ ჩვენთან სწავლა ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაქსიმალურად სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და გადასახადი არის ძალიან ჰუმანური, ეს არის სახელმწიფო გრანტის ოდენობის 2250 ლარი ორ სპეციალობაზე ბიზნესსა და ინგლისურზე, ხოლო სამართალზე არის ოდნავ უფრო ძვირი 2380 ლარი, რაც დამეთანხმებით, როდესაც თქვათ არის რეალურად კარგი გარემო მართლაც ხარისხიანი განათლების მისაღებად და ისეთი სპეციალობების დასაუფლებად, რომლებიც ფაქტობრივად დასაქმების გარანტიას იძლევა. ბაკალავრიატში ჩვენ გვაქვს 3 საბაკალავრო პროგრამა და სექტემბრიდან გვექნება მაგისტრატურა 4 სამაგისტრო პროგრამა. მე შემიძლია უფრო დეტალურად მოგახსენოთ. ბაკალავრიატში გვაქვს სამართალი, ბიზნესი და ინგლისური ფილოლოგია, ხოლო მაგისტრატურაში გვაქვს უკვე ბიზნესის ადმინისტრირება და უახლოეს ხანებში ვამატებთ ადამიანური რესურსების მართვას, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია, ვამატებთ განათლების ადმინისტრირების პროგრამას და სამართალს. როგორ ემზადება ბატონო ავთანდილ თქვენი უნივერსიტეტი ახალი ნაკადის მისაღებად, თუ გაქვთ რაიმე ახალი პროგრამა ან რაიმე ახალი სიახლე უნივერსიტეტში? სიახლე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვლით, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან კარგია და ისედაც კარგად არის აწყობილი, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, განახლებაზე, დაზუსტებაზე, იმიტომ რომ იცით რა, როდესაც მუშაობა მიმდინარეობს, ყოველთვის არის რაღაც ნიუანსები, რომელიც გამოიჭრება, მე როცა ვხვდებით, რომ შეიძლება უკეთესად გაკეთება, აქედან გამომდინარე ჩვენ დავხვეწავთ პროგრამას, უკვე მომზადებული არის ახალი პროგრამა, საბაკალავრო, ასევე სამაგისტროც უკვე ისეც განახლებულია. რაც შეეხება ჯერჯერობით ახლა ჩვენ ბიზნესის მიმართულებით მიღება გვაქვს ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსებში, მაგრამ მომავალში უკვე იქნება ზოგადად ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი და იქ იქნება ესეთი მოდულური სისტემა გვაქვს შერჩეული, სადაც იქნება საშუალება რომ გავაცნობ ბაკალავრებმა ცოდნა გაეღრმავონ ფინანსებში, რაც ახლაც არის, მაგრამ ამავე დროს მენეჯმენტში და კიდე სრულიად ახალი არის, ეს არის ბიზნესის ეკონომიკა, რომელიც ალბათ სრულიად ახალია. ბიზნესის ეკონომიკა, რატომ არის სრულიად ახალი? იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა მე არსად არ მინახავს საქართველოში და უცხოეთშიც სადაც ყოფილვარ და რაღაც სულ ერთი-ორი უნივერსიტეტში არის, იმიტომ რომ ცით რა შეასაქმე ეს ცოტა არ იყოს, ცოტა უფრო რთული გასაკეთებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლების უმეტესი ნაწილი ეს არის ახალგაზრდები, რომელმაც განათლება მიიღეს, დასავლური განათლება მიიღეს და აქვთ საშუალება რომ ამას ყველაფერს კარგად გაეცნონ, ჩვენ გვაქვს ამის იმედი, რომ ჩვენ ამას კარგად გავაკეთებთ. აი, რას ეფუძნება ეს პროგრამა და რა არის მისი მთავარი ღირსება? უფრო დეტალურად რომ გითხრათ, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ მსმენელს აინტერესებთ, თქვენ აცხადებთ, რომ მსგავსი რამ არ არის საქართველოში და მე არ მინახავს. თქვენ არ გინახავთ, კარგი, დავაგოთ. ამ შემთხვევაში ვისარგებლებს სიკჩები, ესე ვთქვათ, გამოცდილებით მე გარდა იმისა, რომ ვარ პრორექტორი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, ვარ ასევე უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი ტემპუსის ოფისის ეგიდით და მინდა გითხრათ, რომ ეს მიმართულება, ეს მოდული ნამდვილად არ არის საქართველოს უნივერსიტეტებში. აი, რატომ უფრო დეტალურად რომ აგვიღწეროთ, რითი არის ის განსაკუთრებული? იცით რა შეასაქმე საერთოდ ბიზნესის ეკონომიკა ის ყველგან სადაც ისწავლება ითვლება საკმაოდ რთულ დარგად. და სწავლა აქ როგორც წესი გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ჩვეულებრივ თქვათ ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრზე. ამიტომ აქ სტუდენტებს გაცილებით მეტი და მასწავლებლებსაც გაცილებით მეტი ძალისხმევა ჭირდებათ. თუმცა თავისთავად მომავალში ეს ალბათ ძალიან მოთხოვნადი და ძალიან ძლიერი პროფესია იქნება, ანუ სპეციალობა იქნება, ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ აქ ისეთი საგნები და ისეთი ჩვევები იქნება გამომუშავებული, ისეთი საგნები ისწავლეთ, ისეთი ჩვევები იქნება გამომუშავებული, რომელიც უშუალოდ პრაქტიკაში მცირე ბიზნესის და საშუალო ბიზნესის წარმართებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე სტუდენტებს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან სხვებთან შედარებით, რომ ვთქვათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ ან ჩაერთონ ბიზნესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანს მიგვაჩნია და აი ამას ვცდილობთ რომ გავაკეთოთ. ამიტომ ცოტა განსხვავებული სწავლება იქნება. თქვენ ახსენეთ პროფესორ მასწავლებლები, ალბათ დამეთანხმებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმაღლესი სასწავლებლის წარმატების განსაზღვრელი არის, ვინ წარმოადგენენ მას, ვინ არიან პროფესორ მასწავლებლები, რამდენად არიან მზად მართლაც წაიკითხონ თქვათ ისეთი უახლესი პროგრამები, რომლებზეც ჩვენ ახლა საუბრობდით.
ანუ ვინ არიან ეს პროფესორ-მასწავლებლები, რამდენად შეუძლიათ მათ ვთქვათ აი ამ პროგრამით ხელმძღვანელონ და ვთქვათ ჩაატარონ, ასწავლონ სტუდენტებს? ну მოგახსენებთ ახლა ჩვენთან ძირითადად ახლა ძირითადად ну როგორ გვაქვს ჩვენ ვთქვათ იგივე ბიზნეს ფაკულტეტზე ეს სხვაგანაც ასე არის რომ ეს არის დაგარკვეული შერეული კოლექტივია, რომელსაც ჯერ წარმოდგენილი არიან ის ხალხი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწეობის და მუშაობის, მათ შორის საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ეს არის მართლაც სრულად ახალგაზრდები, მაგრამ ეს ახალგაზრდები საკმაოდ გამოცდილები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიღებული აქვს ძალიან კარგი განათლება მაგისტრატურაში, ეს არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, აგრეთვე ძალიან ბევრი არის რომელმაც უკვე სამაგისტრო პროგრამები დაამთავრეს, თქვათ, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან და იმის გამო, რომ ეს ასეთი კვალიფიციური კადრები არიან და თანაც მოწადინებული კადრები არიან, ძალიან მოწადინებული და მოტივირებულები არიან, რომ კარგად ასწავლონ, ამიტომ ესენი მზად არიან იმისათვის, რომ ყველაფერი ახალი. ახლა ჩვენ ამ ახალ პროგრამას ვერ გავბედავდით, იმედური ვარ გქონდეს, რომ მართლა კარგად შევასრულებთ. პასუხისმგებლობის გზნობა ყველას ძალიან კარგი. კარგით, ბატონო, ავთო გადაცემაში სამწუხაროდ ახლა რეკლამის დროა, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-92-11-88, 2-92-11-89 დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ხვალ იმედის დილელში ჩვენ რუბრიკაში საუბრობარი ბიოლოგიის გამოცდაზე გვექნება და ჩვენი სტუმარი ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე, ჩვენ საუბრობთ აბიტურიენტის არჩევანზე. დღეს ჩვენი სტუმრები არიან აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი ირინა დარჩია და ამავე სასწავლებლის პროფესორი ავთანდილ გაგნიძე. ქალბატონო ირინა, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ პროგრამაზე და იმ შეთავაზებაზე, რომელიც წელს გაქვთ თქვენ აბიტურიენტებისათვის. რატომ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და რატომ ეს პროგრამა? ჩვენ როდესაც ვარჩევთ იმ პროგრამებს, რომელსაც შევთავაზებთ სტუდენტებს, ბუნებრივია, ყოველთვის ვითვალისწინებთ საზოგადოების მოთხოვნას, იმ მოთხოვნას, რომელიც არის შრომის ბაზარზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი სპეციალობები იყოს ორიენტირებული დასაქმებაზე და შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ ეს გახლავთ ჩვენი განათლების სისტემის სუსტი წერტილი და ეს არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა და მთავარი შეკვეთა. ანუ ჩვენ გვინდა დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება და ასევე დასაქმებისა და განვითარების პერსპექტივა. და გვინდოდა შეგვერჩია ისეთი მიმართულება, რომელიც იქნებოდა თან ახალი და თანამავდროულად დასაქმებასა და პერსპექტივაზე ორიენტირებული. და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრი არის მიღწეული. რამდენად შესწავლილი იყო ის ბაზარი? რამდენად საჭირო არის, ვთქვათ, თქვენ ამაზე გარკვეულწილად ისაუბრეთ, მაგრამ რამდენად მოთხოვნადი შეიძლება? სამწუხაროდ ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი განათლების სისტემის, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების მთავარი პრობლემა. პროფესიული კვლევები სამწუხაროდ ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ ჩატარებულა. ეს არის თქვათ ჩვენი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების და თქვათ ბაზრის მოთხოვნებზე დაკვირვების შედეგი. კვლევას ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის თქვათ სათავეებთან განათლების სფეროში, უმაღლესი განათლების სფეროში ძალიან გამოცდილი ადამიანები, ნამდვილად შეგვიძლია რომ მათ გამოცდილებას და ცოდნას ვენდოთ. ბატონო ავთო, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტებს უთხრათ, რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მათ, თუნდაც რომ ამ სასწავლო პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა. მოგახსენეთ, ოღონდ ჯერ მანამდე კიდე ერთ კვლევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლევების ჩატარება საერთო საქართველოს საკმაოდ დიდი პრობლემაა, მაგრამ აქ ერთი რაღაცა მინდა ჩვენ ერთ-ერთმა პარტნიორმა ასეთი კვლევა ჩაატარა, ეს არის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი და ჩვენ იმ კვლევების შედეგებსაც ვეყრდნობოდით. ანუ რა ტიპის კვლევა არის ეს? ეს არის კვლევა, რომელიც ჩატარდა ზოგადად 1338 ადამიანი იყო გამოკითხული და ეს იყო კვლევა იმას შეეხებოდა თუ როგორ რას მოელოდნენ ისინი ბაკალავრიატისგან, რა მიიღეს და რა იქნებოდა მათთვის უფრო უკეთესი და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს კვლევის ამ კვლევის შედეგები მათი ჩვენი პარტნიორების ნებართვით გამოვიყენეთ და მასაც დავეყრდანით.
ამიტომ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ გამოცდების შეაბარებას, ჩვენ წელს შარშანაც ასე გქონდა, წელს ანუ დამატებით, ანუ ესენი აბარებენ ჩვეულებრივად ეროვნულ გამოცდებს, რაც შეეხება ეს დამატებითი საგანი, რომელსაც ეძახიან. არჩევითი საგანი, ეს ნებისმიერი საგნით შეიძლება ჩვენთან მოხდეს, თუმცა რა თქმა უნდა კოტირება არსებობს, ანუ რაღაც კოტები არის და რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ამ პროგრამაზე მოხვედრის შემთხვევაში ალბათ სასურველია, რომ მას ძალიან კარგი მათემატიკური ჩვევები ქონდეს, იმიტომ რომ ეს პროგრამა საკმაოდ რთულია. ბატონო ავთო, არსებობს ასეთი შეთავაზება გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან და ამ შეთავაზებით როგორც ვიცი სარგებლობს ივანე ჯახაბახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ არსებობს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, თუმცა თქვენ უმაღლეს სასწავლებლებს გაქვთ იმის საშუალება, რომ ეს ზღვარი ბარიერი აწიოთ, თქვათ, იმ აბიტურიენტებისათვის, ვისაც უნდათ რომ თქვენთან ჩააბარონ. თუ სარგებლობთ ამ შეთავაზებით, თუ არის ჩვეულებრივად ის ბარიერი დადგენილი, რომელიც ჩვენ სულად ახალი უნივერსიტეტი ვართ, სულ პირველი მიღება გქონდა, აქედან გამომდინარე ჩვენ თავს ამ ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ ჯერჯერობით. თუმცა მომავალში ალბათ ასეც იქნება, როდესაც უკვე ჩვენ მალე გავხდებით ბრენდი, აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს მაგას გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ რაღაც ანუ მინიმალურ კომპეტენციებს. იცით რა შეიძლება საქმე, ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენ მე ყველაფერს ვაკეთებთ იმისაც, რომ აი მინიმალური თუ გადალახა იმას მე ჩვენ ვასწავლეთ. თუ ის მოინდომებს. მე დასაწყისში აღნიშნე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ორიენტირებულები სტუდენტზე და მის ინტერესებზე და მის განვითარებაზე. ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, და ჩვენ ვართ უფრო ლიბერალურები იმ სტუდენტებს მიმართ, რომლებიც აბარებენ ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან ჩაბარების შემდგომ უკვე ყველანაირ გარემოს ვუქმნით, თუ სადმე, თქვა, აქვს სისუსტე და თქვა დანაკლისი ყველანაირად აინაზღაუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თავარია სტუდენტმა ჩააბაროს და მე ჩვენ მას ყველანაირად ვეხმარებით, რომ რეალურად მიიღოს ის განათლება, რომელიც მას ჭირდება საზოგადოებაში თავისი ადგილის მოსანახად და ღირსეული სამსახურის მოსაძიებლად. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ მათ შეუძლიათ გამოაგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ტელეფონი 219 40 14. ქალბატონო ირინა, ბატონმა ავთანდილმა ისაუბრა იმ კვლევის შესახებ, თქვათ, როგორ მოხდა აი ამ პროგრამის რო ერთ-ერთი საფუძველი გახდა სწორედ ამ კვლევის შედეგი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენც გაამახვილეთ ამაზე ყურადღება დასაქმების პერსპექტივა. რა პერსპექტივა ექნება თქვენ კურსდამთავრებულებს? მინდა გითხრათ, თვითონ არა მხოლოდ ამ ბიზნესის პროგრამის შემთხვევაში, არამედ ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში ჩვენთვის ერთ-ერთი რამდენი პროგრამაზე არის ბაკალავრიატში გვაქვს სამართალი, ბიზნესი და ინგლისური ფილოლოგია. და სამივე პროგრამის შემუშავების დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო შეხება, ძალიან მჭიდრო კონტაქტები და კონსულტაციები ჩვენს პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მაქსიმალურად ვეკითხებით მათ აზრს და ვითვალისწინებთ, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიღებთ დაკვეთას, რა ტიპის კადრი ჭირდებათ და ვცდილობთ, რომ ჩვენი პროგრამები ისე ავაგოთ, რომ მათი ინტერესები და მათი დაკვეთა მაქსიმალურად შევასრულოთ. ჩვენ პროგრამებში არის ძალიან ჰარმონიული ბალანსი თეორიასა და პრაქტიკას შორის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ხარისხიანი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. გვაქვს სპეციალური მემორანდუმი გაფორმებული საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და უკვე დავიწყეთ მასთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივ კონფერენციაც ჩავატარეთ, რომელსაც აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა. გვაქვს ესე იგი პრაქტიკულად სამივე პროგრამაში, სამართალშიც, ინგლისურშიც და ბიზნესშიც გვაქვს საკმაოდ ესეთი მოცულობითი პრაქტიკის ელემენტი. ანუ სტუდენტის სწავლის პერიოდში სავალდებულო წესით გადის პრაქტიკას და პრაქტიკის გარანტიას ჩვენს მესამე მეოთხე კურსიდან ძირითადად და ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მემორანდუმები ბევრი მიმართულებით ბანკებთან, ვთქვათ, კერძო იურიდიულ საკონსულტაციო ფირმებთან, თარჯიმანთა ბიუროსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან და სხვა. ანუ რა მიმართულებების პროგრამებიც გვაქვს, ჩვენ ყველა მიმართულებით უზრუნველყოფთ პრაქტიკას. და მოგეხსენებათ, პრაქტიკის გავლა არის ძალიან კარგი წინაპირობა დასაქმებისა, თუ სტუდენტმა ამ პრაქტიკის პერიოდში თავი გამოიჩინა. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ მემორანდუმი ან თუნდაც რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ვთქვათ, უნივერსიტეტებთან, უცხო საზღვარგარეთ გულისხმობთ, დასაქმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით. ჩვენ გეგმავთ უახლოეს მომავალში საკარიერო ცენტრის დაფუძნებას, რომელიც იზრუნებს ჩვენი სტუდენტებისთვის დასაქმების, ვთქვათ, უკეთესი ბერკეტების და მექანიზმების
შეთავაზებაზე და ეს იქნება წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის ნამდვილად დასაქმების გარანტია. საკარიერო ცენტრი უფრო კიდევ რო განგვიმართოთ რა იგულისხმება? ეს იგულისხმება ჩვენ გვეყოლება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც მაქსიმალურად იმუშავებს დამსაქმებლებთან, ჩვენ სტუდენტებს მიაწვდის ინფორმაციას შესაძლო ვაკანსიების შესახებ და იზრუნებს კონტაქტების დამყარებაზე პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. ეს იქნება დამატებითი მხარდაჭერა დახმარება წარმატებული სტუდენტებისათვის და არ მხოლოდ კურსდამთავრებულებისთვის. სხვათა შორის ჩვენ უკვე გვქონდა ერთ-ერთი ბანკიდან შემოთავაზება, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ პირველ კურსელი არ იქნებოდა მზად, რომ ჯერ დასაქმებულიყო და ჩვენ სახელს მოუფრთხილდით, ასე ვთქვა და ჯერჯერობით მეორე კურსიდან მათ ექნებათ საშუალება. თუ თავს გამოიჩენენ ნამდვილად. ანუ კარგი თუ იქ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება წარმატებული, მას ნამდვილად ყველანაირი ხელშეწყობა ექნება. არა, ჩვენ საკმაოდ მოქნილი გრაფიკი გვაქვს 2 ცვლაში სწავლა და აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვთქვათ ცვლების მიხედვით სტუდენტმა თავისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეადგინოს. ეხლა დავაზუსტებ საერთაშორისო კონტაქტებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმის, რომ ძალიან ახალგაზრდა უნივერსიტეტი ვარ, ჩვენ უკვე გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან და ტურიბას უნივერსიტეტთან, მეცერთ ლატვიაში და კიევის უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს. ანუ ჩვენ სტუდენტებს იმ შემთხვევაში თუ ისინი კარგად ისწავლიან ინგლისურს, ამ შემთხვევაში მარტო სპეციალობის სწავლა საკმარისი არ არის. სწავლა ამ ეტაპზე არის მხოლოდ ქართულ ენაზე, მაგრამ აი ეხლა ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან და ლონდონის კომერციულ სკოლასთან, რომ ერთობლივად განვახორციელოთ უცხოენოვანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები. იმედია, რომ რა წარმატებითაც დავიწყეთ საქმიანობა, ასევე წარმატებით გავაგრძელებთ და ჩვენი ეს გეგმები ახლოს მომავალში განხორციელდება. როგორი იქნება, ანუ რაღაც განარჩეულად ვისაუბრეთ ჩვენ სამომავლო გეგმებზე, მაგრამ რომ მოგვიყვეთ თქვენი უნივერსიტეტის ისტორია, ანუ 2013 წელი იყო პირველი წელი, როდესაც მიღება გამოაცხადა თქვენმა უნივერსიტეტმა, როგორ შეიქმნა ეს უნივერსიტეტი და საერთაშორისო კონტაქტები, საკარიერო ცენტრი, კიდევ როგორი არის თქვენი სამომავლო გეგმები? სამომავლო გეგმები მომავალში ძალიან დიდი არის, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ სრულიად ახალი უნივერსიტეტი ვართ. მართლაც შარშანი იყო ჩვენი პირველი მიღება, მაგრამ უკვე 400-მდე სტუდენტი გვყავს, მაგრამ აქ არის პირველკურსელებიც და არიან ისინი, ვინც გადმოვიდნენ მობილობით. ამიტომ ეხლა მაგალითად ჩვენ ბიზნესის ფაკულტეტზე გვყავს პირველკურსელები, ძირითადად რა თქმა უნდა არიან, მოდი ასე ვთქვათ, მეორე და მესამე და არიან მეოთხეკურსელებიც, რომელიც წელს უკვე ამთავრებენ. ამიტომ ესე იგი მომავალში ჩვენ ვაპირებთ, რომ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მობილობას, ჩვენ ანუ მობილობის სტუდენტებს მივიღებთ, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეულწილად ჩვენთვის ამ ეტაპზე, როდესაც 4-ვე კურსი ყავთ, მაშინ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს მობილობით გადმოსული სტუდენტის მიღება, მაგრამ როდესაც მხოლოდ პირველი კურსი ყავს, მაშინ როდესაც გადმოდიან სტუდენტები, რომლებიც არიან მესამე, მეოთხე კურსელები, მათთვის ჩვენ სპეციალურ გრაფიკებს ვაკეთებთ, რაც ვაკეთებთ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ბავშვებს სჭირდებათ. ახლა რაც შეეხება მომავალს, გავიზრდებით კიდევ, არ გამორიცხავ, ნამდვილად იქნება ახალი საინტერესო პროგრამები, მაგრამ ალბათ ჩვენ ისეთ მიმართულებითაც წავალთ, რომ უფრო პროფესიული, შესაძლოა პროფესიული განათლებაშიც გარკვეული ჩვენი წელი შევიტანოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის კიდევ სხვა მოსაზრებები, რომელზეც ცით რა სანამ რაღაცას არ გავაკეთებთ, ჩვენ არ გვიყვარს. ქალბატონო ირინა, თქვენ უკვე ძალიან ბევრი წელია ხართ ამ საგანმანათლებლო სფეროში. რომელი არის მთავარი პრობლემა უმაღლესი სასწავლებლის, როგორ იგულისხმება ხარისხიან პროგრამაში? ეს არის ასე ვთქვათ საკვანძო საკითხი, შეიძლება ასე ითქვას, სულ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ხარისხიანი განათლება, ხარისხის განვითარება და ხშირად ვიბნევით, რომ მაინც რა არის ხარისხიანი პროგრამა. ალბათ ეს არის ძალიან რთული და ძალიან მარტივიც პასუხი ამ კითხვაზე. ხარისხიანი პროგრამა ეს არის კარგი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ეს არის კარგი ადამიანური რესურსი, თან გამოცდილი, თან მოტივირებული, თან უახლესი ცოდნით აღჭურვილი. და არის კარგი პროგრამა, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას, რომ განვითარდეს პიროვნულად, იმიტომ რომ პიროვნული განვითარებაც არის უნივერსიტეტების ერთ-ერთი მისია, მიიღოს კარგი განათლება და გარდა ამისა დასაქმდეს. და იყოს უბრალოდ წარმატებული პიროვნება, წარმატებული ადამიანი იქ, სადაც ის გააგრძელებს, თქვათ, თავის საქმიანობას.
როგორი არის აი თქვენი უნივერსიტეტის მთავარი მისია? თქვათ მოიზიდოს აბიტურიენტი ის არის მაინც ორიენტირებული ხარისხზე. რას უნდა რომ შექმნას პრეცედენტი ხარისხიანი განათლების იმ უმაღლესი სასწავლებლის, სადაც ეხებენ ძლიერ აბიტურიენტებს და სადაც აძლევენ მათ ხარისხიან განათლებას. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ჩვენ დავიწყეთ ახლახან, კარგად დავიწყეთ, კარგი შედეგები გვაქვს დასაწყისისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასევე წარმატებით გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავარია ხარისხიანი განათლება, ჩვენთვის თავარია, რომ ჩვენი სტუდენტი იყოს ბედნიერი და იყოს ამაყი, რომ მან დაამთავრა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი და იგი იყოს წარმატებული პიროვნება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. დიდი მადლობა ჩვენ მსმენელებს და მე ხვალ დილამდე გემშვიდობებით, შევხვდებით ხვალ იმედის დილაში. დიდი მადლობა. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი გამოცდების ეროვნული ცენტრი. გადაცემის სპონსორია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი. გახდი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. მიიღე თანამედროვე ევროპული განათლება. დასაქმდი წარმატებით.